დღეს ვახოს ანაიას რეპორტაჟში ნახავთ. ჩვენი კამერა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორიებში დოკუმენტაციის, ხელმოწერების, ფულის გაყალბების ამოცნობა, მამობის დადგენა, ავტოსაგზაო შემთხვევები და ასე შემდეგ, როგორ და რამდენი სახის ექსპერტიზის ჩატარებაა შესაძლებელი საქართველოში. კიდევ ერთი თემა ჩვენს გადაცემაში. ფიზიკური ანთროპოლოგია, თავის ქალის მიხედვით აღდგენილი პორტრეტი, როგორ გამოიყურებოდნენ რეალურად ისტორიული ფიგურები, რომლებიც საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ. Თრომბოფილია პრობლემა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. რა უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენგანმა სისხლის შედედებისა და მისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მოგესალმებით, შაბათ საღამოს 9 საათზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. Დღევანდელ გადაცემაში რამდენიმე რეპორტაჟს ნახავთ. ვიწყებთ ძირითადი თემით, ეს არის ექსპერტიზა. სხვადასხვა სახის დანაშაული, ავტოსაგზაო შემთხვევა, ხელმოწერის გაყალბება, დოკუმენტების ფალსიფიცირება, მამობის დადგენა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ შემთხვევებისა, როცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოქალაქეები, სახელმწიფო უწყებები თუ კერძო კომპანიები მიმართავენ. ჩვენი გადაცემა დაინტერესდა თუ რა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ექსპერტიზის მიმართულებით. დოკუმენტების გაყალბება ყოველთვის მიიჩნეოდა ისეთ დანაშაულად, რომლითაც გამყალბებელს დიდი სარგებლის ნახვა შეეძლო. წარმატებულად შესრულებულ გაყალბებას გამდიდრება მოყვება. ამიტომ ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ გზით თავიანთი ცხოვრების შეცვლას ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც. ბუნებრივია, ეს ტრადიცია 21 საუკუნეშიც გრძელდება. უფრო მეტიც, ახლა დოკუმენტების გაყალბება ბევრისთვის ნამდვილ პროფესიად იქცა. ყველაზე გავრცელებულია კუპიურის, პასპორტის ან ხელმოწერის გაყალბება. ჩვენი ჟურნალისტი თაკო სურგულაძე ექსპერტებს შეხვდა და გაარკვია, რა თანამედროვე საშუალებები არსებობს საქართველოში იმის დასადგენად, ფალსიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის დოკუმენტი. საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ამოცანას წარმოადგენს ხელნაწერის, ასოების, ციფრებისა და ხელმოწერების საფუძველზე მათი შემსრულებლის იდენტიფიკაცია. ვადგენთ რა მოხუცებული ასაკის პირის მიერ არის თუ არა ეს ხელმოწერა შესრულებული, არის თუ არა ავადმყოფი პირის მიერ შესრულებული, არის თუ არა უჩვეულო პირობებში შედის აგრეთვე სულიერი აღელვება, ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ არის თუ არა ხელმოწერა შესრულებული, ხდება დადგენა აგრეთვე მიმსგავსებით არის თუ არა ხელმოწერა შესრულებული, განზრახ ამახინჯებს თუ არა პიროვნება ამ ხელმოწერას, მარცხენა ხელით არის ხელმოწერა შესრულებული თუ არა მარჯვენა ხელით და ასე შემდეგად. ბიუროში გამოსაკვლევად შემოვიდა ანდერძი. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ ხელმოწერა შესრულებულია თუ არა კონკრეტული პირის მიერ. ექსპერტის მოვალეობაა შეისწავლოს გამოსაკვლევის საბუთი. პირველ რიგში უნდა დადგინეს ხელმოწერა უჩვეულო პირობებში ხომ არ არის შესრულებული. უჩვეულო პირობებში შესრულებული ხელმოწერის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი არის მოძრაობის კოორდინაციის დაქვეითება და შენელებული ტემპი. ეს ორი ნიშანი ძირითადია, რომლითაც გამოირჩევა ეს უჩვეულო პირობებში შესრულებული ხელნაწერი. ჩვენ შემთხვევაში გამოსაკვლევი ობიექტი არის ხელმოწერა, ამ შემთხვევაში არ ვამბობ სახელს და გვარს. განლაგებული ღია ანდერძზე 2011 წლის 31 მარტის თარიღით. ექსპერტმა უნდა გამორიცხოს რა ფაქტორებითაა გამოწვეული უჩვეულო პირობების ნიშნები. ამიტომ ითხოვს შემსრულებელი პირის შესახებ თითქმის ყველა მონაცემს. უპირველეს ყოვლისა იკვლევენ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება გამოკვლევა, ხომ არ შესრულდა ხელმოწერა მიმსგავსებით ან რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით. როდესაც ჩვენ ვიწყებთ შესწავლას ვიწყებთ გამოსაკვლევიდან. ხომ ეს არის ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ხელმოწერა. ამ კონკრეტულ ხელმოწერაზე, როდესაც მე ვაკვირდები, უკვე აღინიშნება ის დეტალები, რომ რაღაც დამაფიქრებელია, ანუ არის აქ შეინიშნება როგორც რკალური ელემენტების კუთხოვნობა, სწორხაზოვანი ელემენტების ესა კლაკნილობა, ასევე ტემპი არ არის არასასურველია, ნამდვილად ამ შემთხვევაში აშკარად შეინიშნება, რომ შენელებული ტემპი ან ნელი ტემპიც არის. და აი მოღუნვით მოძრაობებზე გადასვლისას აღინიშნება აი უსაფუძვლო შეჩერებები და აი ესეთ კუთხოვნობის მომენტები, რკალურობის მომენტები, კლაკნილობის მომენტები.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევ საბუთთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესადარებელი მასალა, ანუ თავისუფალი მასალა. ექსპერტიზის ჩატარების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფალი ნიმუში, იმიტომ რომ ექსპერიმენტალური ნიმუშის დროს შესაძლებელია ადამიანმა შეცვალოს ხელი და ექსპერიმენტალური ნიმუში არის ნიმუში, რომელსაც პირადად იბარებს ან ექსპერტი, ან სასამართლოში მოსამართლე, ან გამომძიებელი და ექსპერტიზის ჩასატარებლად ართმევს ნიმუშს. ამიტომ ყოველთვის შესაძლებელია მოსალოდნელია რომ თვითონ პიროვნებამ ეცადოს ხელის შეცვლას და ექსპერიმენტალური ნიმუშები ხშირ შემთხვევაში არ არის დასაყრდენი. ამიტომ ყოველთვის უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალ ნიმუშებს. ექსპერტები წარმოდგენილ დოკუმენტებს ათვალიერებენ, რათა ზუსტად განსაზღვრონ, ვის ეკუთვნის აღნიშნული ხელმოწერა. საერთო და კერძო ნიშნების შედარებით ხდება ხელმოწერის იდენტიფიკაცია. დაუშვათ გვაქვს თუგით ხელმოწერა, თუგით ხელნაწერი გამოსაკვლევი. საერთო ნიშანი არის, რომ მთლიანად ახასიათებს ამ ხელნაწერს ან ხელმოწერას. საერთო ნიშანი არის გამომუშავების ხარისხი, ნიშნავს წერის ტექნიკის დაუფლების დონე. რა დონეზე აქვს თითოეულ პიროვნებას დაუფლებული წერის ტექნიკა. ვადგენთ როგორი გამომუშავების ხარისხი აქვს ამ პიროვნებას. არის კიდე კოორდინაცია დამწერის მოძრაობის შეთანხმებულობას და სიზუსტეს წერის დროს. ესე იგი, რამდენად ზუსტად წერს. კერძო ნიშნები არის თითოეული ასოს კონფიგურაცია. ესე იგი, თითოეულ ასოს როგორ წერს მოქალაქე. აი ეს მოიქნება, გვიქნება არ აქვს მნიშვნელობა და თითოეული ასოს შედარება ხდება უკვე გამოსაკვლევის წარმოდგენილ ნიმუშებთან და ამისი მიხედვით ხდება უკვე იდენტიფიკაცია. იმ ასოს მოხაზულობა როგორია, ის ვიცით, ზუსტად როგორი წერება და იქედან გადახვევა არის უკვე კერძო ნიშანი. აღმოჩნდა რომ მაშინ ნიმუშებში შესაბამისად აქ თუ არის დაქვეითებული პირველი ჯგუფის კოორდინაცია, რაც ნიშნავს როგორც წეღანა აღნიშნერ კალური ელემენტების კუთხოვნობა, სწორხაზოვანი ელემენტების კლაკნილობა ნიმუშებში ასეთი არ აღინიშნება. ასევე ის, რაც ყველაზე მთავარია, იმ პირველი ჯგუფის დაქვეითებული კოორდინაციის თვის, რამაც მიგვანიშნა კიდევ ამ უჩვეულო ფაქტორზე, ეს ნელი და შენელებული ტემპი ასევე იქ იმ რა ქვია ნიმუშებში გამოირიცხა. ასევე დაწოლის ზალა, ეს არის დახარჯული ენერგია, ხო, შემსრულებელი პირის მიერ. ანუ აქ დაწოლის ზალა გვაქვს შედარებით არათანაბარი, ანუ არის ზოგან ძლიერი დიფერენცირებული, ზოგან საშუალო დიფერენცირებული. კერძო ნიშანი A, მაგალითად აგებულებაში ის გამოსაკვლევისგან განსხვავებით ნიმუშებში ის გამარტივებულია, დაკარგულია საწყისი ნაწილი. ასევე გადაბმა აი ამ აძლსი გამოსაკვლევში არის მარყუისებური, იქ არის შედარებით კუთხოვანი. ხელმოწერის გაყალბების ერთ-ერთი საშუალება მიმსგავსებაა, რომლის სამი სახე არსებობს: თვალით მიმსგავსება, მეხსიერებით მიმსგავსება და წინასწარი ვარჯიშით მიმსგავსება. ყველაზე ნაკლებ, ყველაზე ძნელი არის წინასწარი ვარჯიშით მიმსგავსების გამოვლენა, იმიტომ რომ ის ნიშნები, რაც დამახასიათებელია მიმსგავსებისათვის, უფრო ნაკლებად არის წინასწარი ვარჯიშით შესრულებულ ხელმოწერებში. ჩვენ უკვე გამოსაკვლევად გვაქვს წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ ექსპერტული დასკვნა. შედეგი ასეთია: ანდერზე შესრულებულ ხელმოწერაზე დაფიქსირდა შენელებული ტემპი, სუსტად გამოხატული კოორდინაცია, ასოების ზომა და არათანაბრად გადანაწილება. ამის საფუძველზე ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხელმოწერა წინასწარი ვარჯიშით იყო შესრულებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია. ასევე ბიუროში კვლევის ობიექტი არის ფული, პასპორტები, ID ბარათები, მართვის მოწმობები, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ანუ საბუთები, რომლებზეც მომხდარია ცვლილება და გაყალბების მცდელობაა დაფიქსირებული. ასევე ვადგენთ შტრიხების დატანის თანმიმდევრობას. ანუ ეს რას ნიშნავს? ვადგენთ საბუთზე რა იყო შესრულებული თავდაპირველად პრინტერზე ნაბეჭდი ტექსტი და შემდგომში იყო შესრულებული ხელნაწერი ტექსტი, თუ პირიქით ჯერ იყო შესრულებული ხელნაწერი ტექსტი და მერე იყო შესრულებული პრინტერზე ნაბეჭდი ტექსტი. ასევე ვადგენთ ბეჭდებისა და შტამპების ანაბეჭდების იდენტიფიკაციას, საბეჭდ მანქანაზე და პრინტერზე ნაბეჭდი ტექსტების იდენტიფიკაციას. შეიძლება იყოს გამოსაკვლევი საბუთი და აინტერესებდეთ არის თუ არა ეს საბუთი დაბეჭდილი კონკრეტულად რომელიღაცა საბეჭდ მანქანაზე ან პრინტერზე. ასევე აღვადგენთ წაშლილ ჩანაწერებს, უხილავ ჩანაწერებს, სუსტად ხილულ ჩანაწერებს. გამოსაკვლევის საბუთი თავსდება სპეციალურ დანადგარში. თავდაპირველად უნდა დათვალიერდეს გამოსაკვლევი ადგილი. შემდეგ ირთვება ინფრაწითელი სხივები. შედეგად ჩნდება დაფარული ადგილები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ეს არის ჩვეულებრივი სხივები. სადაც ხედავთ, რომ პასპორტზე არის განთავსებული დამცავი ბადე და სხვადასხვა სახის ორნამენტები. ნახოთ, რა დამცავი ნიშნები აქვს მას ულტრაისფერ სხივებში. ეს პასპორტი არის გამოსაკლოვი, ხოლო მარჯვენა მხარეს განთავსებული არის ნიმუში. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიმუშზე და გამოსაკლოვად წარმოდგენილ პასპორტზე არის ერთი და იგივე სახის დამცავი ნიშნები ულტრაისფერ სხივებში.
მოდით ნახოთ ინფრაწითელი სხივებიც. ხომ არ არის მასზე შემთხვევით რაიმე ცვლილება, ამოშლა, მიწერა, გადასწორება, სურათის შეცვლა ან სხვა. ინფრაწითელ სხივებში გამოჩნდება თუ არის მასზე მომხდარი ამოშლა და ამოშლის შემთხვევაში აღვადგენთ თავდაპირველ სახესაც, ანუ თუ რა ჩანაწერები იყო თავდაპირველად. წითელ სხივებში არ ჩანს არანაირი ამოშლის კვლები, ან გარეცხვა, ან მიხატვა, ან მიწერა. ექსპერტი ბაზაში ნახულობს დოკუმენტის, მაგალითად პასპორტის რეალურ ნიმუშს. All დოკუმენტს დართული აქვს დამცავი ნიშნების ახსნა-განმარტებები. ამის შემდეგ ადარებს გამოსაკვლევად მოტანილ საბუთს. შედარების გზით ექსპერტი ადგენს, გაყალბებულია თუ არა პასპორტი, ფული ან სხვა გამოსაკვლევი მასალა. გამოსაკვლევად წარმოდგენილი არის $100 კუპიურა და უნდა დადგინდეს რა წესით არის დამზადებული ეს კუპიურა, ქარხნული წესით თუ კუსტარული წესით. აღნიშნული კუპიურა უნდა მოვათავსოთ დანადგარში და ვნახოთ ის სხვადასხვა სხივებში. $100 კუპიურას დამცავი ნიშნები აქვს როგორც ჩვეულებრივ სხივებში, ასევე ულტრაისფერ და ინფრაწითელ სხივებში. აღნიშნულ კუპიურაზე უნდა ლუმინისცირებდეს დამცავი ზოლი, რომელიც განთავსებული არის კუპიურის მარცხენა მხარეს. თქვენ ხედავთ, რომ მითითებული დამცავი ზოლი არ ლუმინისცირებს, არამედ ლუმინისცირებს კუპიურის ნომერი, სუსტად ლუმინისცირებს, ნახეთ კუპიურის ნომერი, რომელიც არ უნდა ლუმინისცირებდეს. ეს ნომერი არ უნდა ჩანდეს, მაგრამ არ უნდა ლუმინისცირებდეს ულტრაისფერ სხივებში. ექსპერტის მიერ შემოწმებული გამოსაკვლევი ფული ყალბია, რადგან ბაზაში არსებული და წარმოდგენილი კუპიურის ნიშნები ერთმანეთს არ დაემთხვა. ხო, ექსპერტიზაზე მოტანილი პასპორტი ნამდვილად ეკუთვნოდა მის მფლობელს. დნმ-ის გამოსაკვლევად ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს ყველაზე ხშირად მიმართავენ. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის ერთადერთი სტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის იდენტიფიკაცია გენეტიკური გამოკვლევების მეთოდებით ხდება. უფრო მარტივად, დღეს საქართველოში შესაძლებელია თანამედროვე მეთოდებით, მაგალითად მშობლობის დადგენა. ამ მიზნით ბიუროს ბევრი ადამიანი აკითხავს. არის შემთხვევები, როცა ქალბატონი 5 ან 6 მამაკაცთან ერთად მიდის და ითხოვს დადგენას, რომელი მათგანია ბავშვის მამა. ჩვენი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე მომდევნო რეპორტაჟში ამ საინტერესო საკითხებზე უფრო დეტალურად მოგიყვებათ. ამ დანადგარს ვორტექსი ქვია, რომელსაც დნმ-ის გამოყოფის გარკვეულ ეტაპებზე იყენებენ. დნმ ეს არის ძალიან რთული შემადგენლობის მქონე მოლეკულა, რომელთანაც დაკავშირებულია მემკვიდრეობითი ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. დნმ-ის მოლეკულაში მის მთელ სიგრძეზე, რომელიც პრაქტიკულად ნუკლეოტიდების თანმიმდევრობას წარმოადგენს, გვხვდება უამრავი გენი და აი ამ გენებით, როგორც ჩვენ ვემსგავსებით ერთმანეთს, ისევე დნმ-ის სტრუქტურული შიდა განსხვავებულობითაც ჩვენ აბსოლუტურად ერთმანეთისაგან დედამიწის მთელი მოსახლეობა გარდა მონოზიგოტური ტყუპებისა ერთმანეთისაგან განსხვავდებით. დნმ-ის სამეცნიერო კვლევა უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც მსოფლიოში დაინერგა. საქართველოშიც დნმ-ის სამეცნიერო კვლევებს დიდი ისტორია აქვს. რაც შეეხება კვლევების სასამართლო თვალსაზრისით გამოყენებას ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში დნმ-ის კვლევებს სასამართლო თვალსაზრისით 6 წელია ატარებენ. ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ნებისმიერ საქმეში. ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ფიზიკურ პირთა მომართვის შემთხვევება, ისინი მოგვართავენ როგორც უშუალოდ, ასევე ადვოკატების მეშვეობითაც. მათი ინტერესის ძირითად სფეროს წარმოადგენს ბიოლოგიური მშობლობის დადგენა. ადამიანს, რომელსაც ბიოლოგიური მშობლობის დადგენა სურს, უპირველეს ყოვლისა ექსპერტიზის ბიუროში მიდის და ნერწყვის ნიმუშს აბარებს. ჩვენ ეს ხელსაწყო დანადგარები გაგვაჩნია და სწორედ მათი დახმარებით ვახდენთ ჩვენ დღევანდელ გამოკვლევებს და ჩვენ საექსპერტო საქმიანობას. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც მშობელი უარს ამბობს შვილზე, ასეთ დროს პირს უკვე სასამართლო ავალდებულებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში მისვლას. არის ხშირად ისეთი შემთხვევები, როდესაც მამაკაცები აცხადებენ უარს ჩვენთან გამოცხადებაზე, ერთხელ, ორჯერ, ზოგჯერ სამჯერაც მივმართავთ ჩვენ მას თხოვნით და ბოლოს, რა თქმა უნდა, იძულებული არიან გამოცხადდნენ.
გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა შეიძლება ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე გახდეს საჭირო. ამ შემთხვევაში საჭიროა ექსპერტიზის ბიუროში ამნიონური სითხის წარდგენა. ეს არის სანაყოფე წყლებიდან აღებული ნიმუში. ამ გზით დგინდება მუცლად მყოფი ბავშვის დნმ და მას სავარაუდო მამის დნმ-თან ადარებენ. ამნიონური სითხე შემოდის ჩვენთან და გადის სტანდარტულ პროცედურებს, რასაც სხვა ნიმუში. ანუ ჯერ ხდება დნმ-ის გამოყოფა, შემდგომ ხდება ამპლიფიკაცია დნმ-ის და შემდგომ ანალიზი. ეს კიდევ არის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ეკუთვნის სავარაუდო ბიოლოგიურ მამას, რომელიც აღებული იქნა ჩვენგან. ეს ნიმუშიც მსგავს პროცედურებს გაივლის. ამის საფუძველზე ჩვენ ვადგენთ, არის თუ არა ნერწყვის პატრონი ამ ნაყოფის ბიოლოგიური მამა. ბიოლოგიური მშობლობის დადგენა ზოგჯერ ხდება გარდაცვლილ პირთა მიმართაც. სასამართლოს გარდა ამ ექსპერტიზას ითხოვენ გარდაცვლილ პირთა ახლობლებიც, რომლებსაც აინტერესებთ, ყავს თუ არა გარდაცვლილ სიცოცხლის გამგრძელებელი. გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებისას ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბიოლოგიური ნიმუში. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება გარდაცვლილი ადამიანის სისხლი მშრალი სახით, რომელიც ბიოლოგიურ მასალათა არქივში არის დაცული. ლაბორატორიაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სისხლის მშრალი ნიმუშიდან იღებენ ამონაჭერს, რომელიც დნმ-ის გამოყოფისათვის საჭირო პროცედურებს გადის. ანალოგიური პროცედურა უტარდება ბავშვის ნერწყვის ნიმუშს. ამ არქივში შეიძლება მოვიპოვოთ ბიოლოგიური ნიმუში ყველა იმ გვამისა, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ბიოლოგიური ნიმუშები დამუშავების შემდეგ გადაინაცვლებს ლაბორატორიაში, სადაც დნმ-ის ასლებს PCR-ისათვის, ანუ გამრავლებისათვის ამზადებენ. აქ ბიოლოგიურ ნიმუშებს სინჯარებში ანაწილებენ, რომლებშიც მოთავსებულია PCR შენაერთი. ეხლა ეს სინჯარები უკვე მზად არის PCR-ისთვის, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის. და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის ჩვენ გადავდივართ შემდგომ ოთახში, რომელიც აუცილებლად იზოლირებული უნდა იყოს სხვა სამუშაო სივრცეებისგან. ეხლა შევდივართ ოთახში, სადაც დასკვნითი ეტაპი გრძელდება ჩვენი გამოკვლევების. ბიოლოგიური ნიმუშის აღებიდან მინიმუმ 5 დღეში და მაქსიმუმ 1 თვეში ექსპერტიზის დეპარტამენტი დებს საბოლოო დასკვნას. გენეტიკურ ექსპერტიზას როგორც წესი თან დიდი მოლოდინი ახლავს. ავტოსაგზაო შემთხვევას ყოველთვის თან ახლავს მხარეების დავა იმის გასარკვევად, ვინ იყო დამნაშავე. ყველანი ერთხელ მაინც შესწრები ხართ ავტოსაგზაო შემთხვევას. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი ნათელია, ვინ იჯდა საჭესთან, ვინ დაარღვია მოძრაობის წესები და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რაც ერთი შეხედვით თითქოს ცხადია, ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს. ასე დროს ექსპერტიზას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნახეთ ჩვენი მომდევნო რეპორტაჟი. მასშტაბური ავტოსაგზაო და მსხვერპლით დასრულებული შემთხვევები, ავტომანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთა დაზიანება. ასეთ დროს ხშირად რთულდება დამნაშავის დადგენა. საავტომობილო, სარკინიგზო, სანაოსნო და საავიაციო კატასტროფების დროს ობიექტური ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა გარდაცვალებით მთავრდება ასეთი შემთხვევები და ადამიანები უარყოფენ უბრალოდ საჭესთან, რომ იჯდნენ თვითონ და უნდათ თავის დანაშაული გადააბრალონ სხვას, მაგალითად გარდაცვლილს. მქონდა ასეთი შემთხვევები და საკმარისი სიზუსტით გაგვიცია პასუხი. ასეთ შემთხვევებში გარდა სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური კვლევისა საჭიროა ექსპერტიზაში ჩაერთოს ბიოლოგიური და სასამართლო სამედიცინო სამსახური, რა დროსაც ხდება კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება. ჩვენ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში გადავინაცვლებთ და დავესწრებით შემთხვევის ადგილიდან შემოსული ნივთმტკიცების კვლევას. უკვე აირბაგი არის გამოშრომ მდგომარეობაში და ნამდვილად მასში შეიძლება დავიწყოთ ბიოლოგიური კვლევა. ამისათვის გამოვიღებთ აირბაგს. აქედანაც ჩანს, რომ აირბაგზე არის მუქი მოყავისფრო მოწითალო ფერის ლაქები. იმის დასადგენად არის თუ არა ეს ბიოლოგიური მასალა, არის თუ არა სისხლი, ტარდება შესაბამისი კვლევები. ეს ოთახი, რომელიც არის ნივთმტკიცების კვლევის ლაბორატორია, არის აღჭურვილი სპეციალური აპარატურით. ეს არის ფოსტერ ფრიმენის თანამედროვე აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, არის თუ არა ეს ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერება. ჩვენ ვაკეთებთ ამონაჭერს
ობიექტიდან ვასხამთ მასზე გოგირდმჟავას და ამის შედეგად ვაკვირდებით ნათებას. როგორ ნათებას გვაძლევს ეს ამ აპარატის ქვეშ. შუქს ჩავაქრობ და ეხლა დავბრუნდ. სისხლს თავისებური ნათება აქვს, ეს მოწითალო მოჟანგისფრო ნათება არის და როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ესეთი ნათება, ანუ ჩვენ ახლა ამ წუთას შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ნამდვილად ბიოლოგიური მასალა. აირბაგზე არსებული ბიოლოგიური მასალა არის თუ არა სისხლი, ამის დასადგენად მოვდივართ სეროლოგიური კვლევის ლაბორატორიაში, სადაც ხორციელდება სეროლოგიური გამოკვლევები, აქ არის სისხლის ჯგუფების არსებობის სახეობის დადგენა და პრეპარატი არის მომზადებული. ქალბატონი ნანა მიმუშავა ამ პრეპარატზე და ვაკვირდებით მიკროსკოპში. როგორც ხედავთ, გამოსახულება არის ეკრანზე. აქ ხედავთ პოლიმორფულ კრისტალებს. პოლიმორფული კრისტალების არსებობა არის დამადასტურებელი რეაქცია იმისა, რომ დავუშვათ ობიექტი ბიოლოგიური მასალა წარმოადგენს სისხლს. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ დამცავ ბალიშზე არის სისხლის ლაქები. ახლა გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად ცალკე განყოფილებაში გადავინაცვლებთ, რათა დავადგინოთ, ვის ეკუთვნის სისხლი და შესაბამისად ვინ იჯდა საჭესთან. ყველა პროცედურები გაიარა, რაც აუცილებელი არის და ქალბატონი ჟანა ახლა გვეტყვის რა შედეგი მიიღეთ აირბაგიდან არსებული ანაწმენდით. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის ორ მამაკაცს. ანუ ერთ აირბაგზე ორი ადამიანის სისხლია. მარტო სისხლის აღმოჩენის კოორდინატებით რთულია ძალიან. თუ დადგინდეს, ვინ უნდა მჯდარიყო უშუალოდ იმ მიდამოში. ამ დროს უნდა ვიცოდეთ მოქმედი ძალები, რომლებიც მოქმედებს ავტომობილზე და შეჯახების დროს წარმოქმნილი ძალები, რომლებიც სალონში მჯდომ პირებს გადაადგილებენ სხვადასხვა მიმართულებით. დასკვნის დასაწერად სატრანსპორტო ტექნიკური სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში გრაფიკულ გამოსახულებებს იყენებენ. შეგვაქვს პროგრამაში ის მონაცემები, რაც ასახულია ავტომობილზე არსებული დაზიანებების გადავიტანთ პროგრამაში. სქემაზე დავიტანთ შეჯახების ადგილს, რაც მოცემულია შეჯახების ადგილის ათვალიერების ოფისში, ავტომობილების საბოლოო განლაგებას. დავუშვათ თუ მოცემული გაქვს მოხუჭის კვალი დავიტანთ ყველანაირ კოორდინატებს, რაც სქემაზეა მოცემული, გადმოვიტანთ პროგრამაში. ამის შემდეგ პროგრამა ავტომატურად ახდენს ყველაფრის გაანგარიშებას, გამოთვლებს, ადგენს რომელი ავტომობილი რა შეკარით მოძრაობდა და უკვე ხდება მექანიზმის განსაზღვრა. ჩვენს რესპონდენტთან ერთად გლდანში გადავინაცვლეთ, სადაც დავით გველესიანი ერთ საინტერესო შემთხვევას იხსენებს. სუბუქი ავტომობილი საჰაერო ხიდქვეშ მოძრაობისას შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს და საბოლოოდ გაჩერდა ხიდის გამოსასვლელიდან დაახლოებით 45 მეტრ მანძილში. განვიხილეთ თუ რა ვითარებაში უნდა მომხდარიყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. ანუ უშუალოდ შეჯახების წინ ქვეითად მოსიარულე ზევიდან უნდა ჩამოვარდნილიყო საჰაერო ხიდიდან თუ მის საავტომობილო გზაზე გადასვლას უნდა ქონოდა ადგილი. ძღოლი ირწმუნებოდა, რომ ქვეითად მოსიარულე ხიდიდან გადმოვარდა. გარდაცვლილის მეუღლემ ექსპერტიზის ჩასატარებლად ეროვნულ ბიუროს მიმართა. ხაზზე არსებული დაზიანება, როგორც აღნიშნე, იყო რბილ სხეულთან კონტაქტის შედეგად და ასეთი დაზიანება თუ ქვეითად მოსიარულესთან ავტომობილს ექნებოდა კონტაქტი, უნდა განვითარებულიყო იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი მოძრაობდა, ქვეითად მოსიარულე უნდა მოძრაობაში უნდა შეჯახებოდა გვერდიდან ავტომობილს. ცხადია, მოცემული დაზიანება თავის კონფიგურაციის მიხედვით უნდა განვითარებულიყო მუხლით კონტაქტით ადამიანთან. მუხლის აწეულ მდგომარეობაში ფეხის კონტაქტით ავტომობილთან. ასეთ შემთხვევაში ცხადია, წარმოიქმნებოდა ასეთი კონტაქტის დროს წარმოიქმნებოდა მაბრუნებელი მომენტი, რომელიც ადამიანის სხეულს დაატრიალებდა ერთ წერტილში, მიანიჭებდა წინ და მარჯვნივ გადაადგილების სიჩქარეს. რის შემდეგაც ცხადია, თუ გავითვალისწინებთ იმ მანძილს, რა მანძილითაც ხიდის გამოსასვლელი საბოლოოდ ავტომობილის საბოლოო განლაგება ერთმანეთისგან დაცილებული, ქვეითად მოსიარულე ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ავტომობილის წინ. გადავიდეთ საქარემინაზე მარჯვენა ნაწილში, დაახლოებით აი ამ ადგილში აღინიშნებოდა ძირითადი დეფორმაციის, ძირითადი დაზიანების ცენტრი, სადაც საქარემინა დაფშვნილი იყო მზის სხივისებურად. გარდა ამ დაზიანებისა,
ავტომობილის როგორც აღნიშნავდა დაზიანებული ჰქონდა ძარის სახურავის წინა ნაწილი და მოცემულ მიდამოში აღინიშნებოდა ადამიანის თმებიც. ადამიანის ხიდიანად დაცედა ეს ვარდნის პირობებში იგი საჯდომითა და ზურგით კონტაქტში უნდა მოსულიყო ავტომობილის საქარე მინასთან. რა დროსაც ცხადია თლიანად ჩაიხშობოდა ქვეითად მოსიარულეს ადამიანის ზევიდან ვარდნის სიჩქარე, ვერტიკალურ სიჩქარე და ავტომობილი თავის მოძრაობის სიჩქარის ხარჯზე მიანიჭებდა ჰორიზონტალურ სიჩქარეს. როდესაც მძღოლი დაამოხრუჭებდა, ადამიანის სხეული დაიწყებდა ავტომობილიდან ჩამოცურებას, რითაც აიხსნება სხეულისა და სანომრე ნიშნის საბოლოო განლაგება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულად და ცალ-ცალხად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული კონკრეტულ შემთხვევაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს უშუალოდ შეჯახების წინ ადამიანის ვარდნას ჰქონდა ადგილი საჰაერო ჰიდიდან. არსებული მასალებიდან და ჩატარებული ექსპერტიზიდან გამომდინარე, ქვეითად მოსიარულე გზაზე არ გადადიოდა. ადამიანი ხიდიდან გადმოვარდა. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება მას შემდეგ, როცა დანაშაული ჩადენილია და საქმეში ექსპერტიზის ბიურო ერთვება. როგორ ნაწილდება ფუნქციები ბიუროს სხვადასხვა დეპარტამენტ შორის, როგორ ხდება კოორდინირება და როგორ იღებს ექსპერტიზის დასკვნა საბოლოო ფორმას. ამის შესახებ ჩვენ შემდეგ რეპორტაჟში მოგიყვებით. ესო სასწრაფო არის ექსპერტიზა. რა შემთხვევაა? აჭარული თავდასხმის ფაქტია. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნივთმტკიცებები შემოვიდა, რომელსაც სასწრაფო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ექსპერტები მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან და ნივთმტკიცებებს შესაბამის ლაბორატორიებში ანაწილებენ. მათ უნდა დაადგინონ, ვინ ჩაიდინა დანაშაული. თავდაპირველად ხდება ნივთმტკიცების ფოტოგრაფირება და მიკროსკოპით დათვალიერება. შემდეგ ნივთმტკიცებებს სპეციალურ საშრობ აპარატში ათავსებენ, რომ ეჭვმიტანილის კვალი უკეთ გამოჩნდეს. ჩვენთან როგორც წესი შემოდის დამკვეთისაგან კონკრეტული საქმე, სადაც ჩამოყალიბებულია კითხვა, რაც აინტერესებს დამკვეთს, ხდება ნივთმტკიცების ან კონკრეტული საკვლევი ობიექტის წარმოდგენა, რომელზეც მუშაობს კონკრეტულად ექსპერტი, ან ექსპერტთა ჯგუფი, გააჩნია რა სახის ექსპერტიზაა დანიშნული. შესაბამისად გება ექსპერტის დასკვნა, გაიცემა და კანონით დადგენილ ვადაში. ექსპერტიზაზე გამოსაკლებლად შემოვიდა ორი ობიექტი, კატეხილი მინის ბოთლი და დანა, რომელიც დამუშავდა სპეციალურ ამაოთხლებელ კამერაში. ახლა მიმდინარეობს ობიექტების დამუშავება სპეციალური ტაქტიოსკოპიური ფხვნილით, თითის უხილავი ანაბეჭდების გამოჩენის მიზნით. მოგვიანებით კი მუშავდება ულტრაიისფერი სხივების ფხვნილით. დარჩენილი ნივთმტკიცებები, დაზარალებული შარვალი და მაისური ახლა ექსპერტებს გამოსაკვლევად მიაქვთ. ნივთმტკიცებების ლაბორატორიებში გადანაწილების შემდეგ კვლევის ყველა ეტაპზე პირველ რიგში ხდება ნივთმტკიცებების ფოტოგრაფირება. შემდეგ ხდება შეფუთვის და დალუქვის წესის აღწერა, ნივთმტკიცების ფუთვის გახსნა. გახსნის შემდეგ ობიექტის ვიზუალური დათვალიერება, მათი ინდივიდუალური ნიშნის აღწერა, როგორიც არის ფორმა, ზომა, ფერი, სიგანე და ასე შემდეგ. როდესაც ნივთმტკიცება არ არის მომზადებული, თქვა ტანსაცმელის ველი, ასდის სუნი ან რაღაც სპეციალურ საშრობ კარადაში ვათავსებთ და ვინახავთ, ხო, ამის შემდეგ გადავდივართ კონკრეტულ კვლევაზე. კვალის აღმოჩენის შემთხვევაში მიკროსკოპიული დათვალიერება, გამოკვლევა ხდება. აუცილებელია, რომ აღმოჩენის შემთხვევაში ეს კვალი ისე იყოს არგუმენტირებული მისი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები, რომ შემდეგ თვალსაჩინოდ გამოსახვა შევძლოთ. ეს შეიძლება იყოს სქემა, ფოტოსურათი, თხრობით მოცემა ან კომპლექსში ყველაფერი ერთად. ამ ყველაფრის მერე უკვე ექსპერტი აკეთებს ანალიზს, მიდის შედეგამდე და აყალიბებს დასკვნას. ჩვენს რეპორტაჟში გადმოგეცით მთელი პროცესი, რომელსაც ნივთმტკიცება ბიუროში შემოსვლის შემდეგ გადის. ერთი შეხედვით რთული შემთხვევა ექსპერტებისთვის მარტივი დასადგენია. ექსპერტის მიერ შედგენილ დასკვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ამიტომ პასუხისმგებლობა დიდია. დადგენილ ვადებში მინიმუმ რამდენიმე საათი და მაქსიმუმ 30 დღეა საჭირო საბოლოო დასკვნის დასაწერად. ჩვენ მიერ დადგმულ სცენაში ექსპერტები ადვილად მიხვდებოდნენ რა მოხდა სინამდვილეში, ვინ იყო და როგორ მოკლა თავდამსხმელმა ოჯახის მასპინძელი.
ჩვენ განვაგრძობთ თემას და ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად და წარმოგიდგენთ მათ გიორგი ხიზანიშვილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ქალბატონი დოდო ჩორგოლაშვილი, ქიმიურ ნარკოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი დოდო, მოგესალმებით. ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყოთ ჩვენი დიალოგი. რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში თქვენს ბიუროში და მინდა შევეხოთ ამ საკითხს, რომელიც ეხება იუსტიციის სამინისტროსგან თქვენი სამსახურის გამოყოფას. რით იყო ეს განპირობებული და შემდეგ ამ ცვლილებებზე მოგვიყევით. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ როდესაც ქვეყანაში სამართლის პოლიტიკა შეიცვალა და სამართლებრივი რეფორმა დაიწყო, იუსტიციის სამინისტრო შეუერთდა საქართველოს პროკურატურა. დღის წესრიგში დადგა, რომ ერთი უწყების ხოლგის ქვეშ გაერთიანებული იყო როგორც საგამოძიებო ორგანო, ასევე საექსპერტო დაწესებულება, რაც უკვე პრინციპულად ქმნიდა იმ პრობლემებს, რაც დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეიძლება და შექმნოდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უწყება, რომელშიც საგამოძიებო ორგანო არის მოთავსებული და სამართლის გამოძიებას ახორციელებს, იმავე უწყების დაქვემდებარებაში არ ყოფილიყო საექსპერტო დაწესებულება, რადგან მის მიერ გაცემული დასკვნები არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელობდა როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, ამავდროულად იქნებოდა უფროსი საექსპერტო დაწესებულების. რაც თავის თავში ნიშნავდა იმას, რომ პრობლემა იყო უკვე მიუკერძოებლობაზე, დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ. ამაზე მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება და საექსპერტო დაწესებულება გამოეყო მთლიანად იუსტიციის სამინისტროს და ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტის ხოლგის ქვეშ. რაც ნიშნავს იმას, რომ პრინციპულად ჩვენი ორგანო დამოუკიდებელია, აბსოლუტურად არ ექვემდებარება არც ერთ ხელისუფლებას და 2009 წლის შემდეგ, რაც ბიურო დამოუკიდებელ დაწესებულებად არსებობს, დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა მომართვიანობა და საექსპერტო მომსახურების რაოდენობა. მომართვიანობაზე, ნდობაზე, ამაზე კიდე ცალკე მინდა დაგისვათ შეკითხვები, მაგრამ რაც შეეხება ცვლილებას, თვითონ ტექნიკური თვალსაზრისით, აღჭურვილობის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს თუ არა დღეს ისეთი დონის ბიურო, როგორზეც იტყვიან, რომ ეს არის თქვა დასავლური საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი, ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და ყველაზე თანამედროვე მეთოდებს და მეთოდოლოგიებს ითვალის ხმარობს და ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ქსელის, სასამართლო ექსპერტიზის ევროპული ქსელის გაერთიანების სრული წევრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუროში ყველა სტანდარტი აბსოლუტურად დაცულია. იქ წევრობა დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს, რამდენად სწორად მიმდინარეობს კვლევები, რამდენად ულტრათანამედროვე ტექნიკას ხმარობ, რამდენად პროფესიონალები არიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და ყოველდღიურად ექსპერტიზებს ატარებენ. 2012 წელს ჩვენ გავიარეთ სპეციალური საკვალიფიკაციო გამოცდა ევროპული ქვეყნების 65 დაწესებულება იღებდა ამ გამოცდაში მონაწილეობას და ჩვენი ბიურო დასახელდა 12 საუკეთესოს შორის. მე ვიცის მინდა აქვსნა, რომ აქ პირველი, მეორე და მესამე ადგილებზე არ იყო საუბარი. ის გამოცდა, რომელიც ჩაბარდა 12 საუკეთესო გამოვლინდა, რომლებმაც ყველაზე მაღალი სტანდარტით ჩააბარეს ეს გამოცდა. და მინდა გითხრათ, 36 ევროპული ქვეყანა იღებდა ამაში მონაწილეობას და 65 ლაბორატორია და ჩვენ მოვხდით 12 საუკეთესოში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ყველა სტანდარტს ვასრულებთ. კი ბატონო, თქვენ დაგიბრუნდებით ისევ, მანამდე ქალბატონ დოდოს მინდა დაუსვა შეკითხვა. ქალბატონ დოდო, აი თქვენი დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის ძალიან ბევრი საკითხი, ნუ არ ვიცი, საიდან დავიწყო, მოდით კითხავთ, თქვათ, თუნდაც კვების პროდუქტების ექსპერტიზაზე, ხო, მოქალაქეებმა რამდენად იციან თავისი უფლებები, როდის უნდა მომართონ თქვენს დეპარტამენტს და ასე შემდეგ და აი ამის შესახებ მინდა რომ გვესაუბროთ. დიახ, სამწუხაროდ მოქალაქეებმა არ იციან, რომ დღესდღეობით ბიუროს გააჩნია უახლესი კვების ლაბორატორია, რომელიც აბსოლუტურად ყველა სტანდარტის შეესაბამება საერთაშორისო ლაბორატორიების რანგს. დღესდღეობით ბიუროში შესაძლებელია ყველა სახის კვების პროდუქტების გამოკვლევა და მათი სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა. ჩვენ ვიკვლევთ როგორც ალკოჰოლურ და უალკოჰოლურ სასმელებს, ასევე ვიკვლევთ მინერალურ წყლებს, ასევე ვიკვლევთ ჩვენ სხვადასხვა სახის კვების პროდუქტებს და ყველა ამ პროდუქტების შესაბამისობის დადგენას ვახდენთ შესაბამის. ქალბატონ დოდო, აი ძალიან საინტერესოა. მე როგორც რიგითმა მოქალაქემ, თქვათ, რა შემთხვევაში უნდა მიმართო თქვენს ბიუროს, თქვათ, მე გამიჩნდა ეჭვი, რომ ესა თუ ის პროდუქტი, რომელიც ან ბაზარში, ან სუპერმარკეტში შევიძინე, არის
უხარისხო ან არ არის უუნებელი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მოვდივართ თქვენთან, თქვენს ბიუროში და იწყებთ თქვენ ამის ექსპერტიზის ჩატარებას, რა თანხებთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. ეს დეტალები მინდა რომ მოყვეთ. რასაკვირველია, ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგმართოს, ჩვენთან მომართვა აბსოლუტურად მარტივად არის, ყველაფერი ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. მოქალაქე მიმართავს ჩვენს კანცელარიას, სადაც ხდება მასთან ხელშეკრულების დადება და ნებისმიერი საკითხი, რომელიც მას აინტერესებს, რასაკვირველია ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადაწყდება. იმის დამიხედვით თუ რა კვების პროდუქტია და კონკრეტულად რა პარამეტრები აინტერესებს კონკრეტულ მოქალაქეს, თანხაც აქედან გამომდინარე სხვადასხვა არის და ის მერყეობს სხვადასხვა ზღვრებში. გასაგებია, ბატონ გიორგი, აი თანხას რაც შეეხება, ხომ მთელ ამ ანაზღაურებას. ჩვენ რაც გქონდა სიუჟეტები, რაც მაყურებელმა ნახა, თქვათ იქ იყო მამობის დადგენაზე და ასე შემდეგ. რამდენად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის? აქამდე ეს იყო სხვადასხვა პროცედურასთან დამოკიდებული, ადამიანები მიდიოდნენ ჯერ ბანკში, მერე მიდიოდნენ რაღაც დოკუმენტის ასაღებად, მერე მოდიოდნენ იურისტებთან ხელშეკრულებას აფორმებდნენ და ამის შემდეგ მიდიოდნენ უკვე კანცელერიაში ექსპერტის დასანიშნად. ეს ყველაფერი დაახლოებით მათ ართმევდათ ნახევარ დღეს. დღესდღეობით ჩვენთან მომსახურების სტანდარტი იმხელა არის, რომ დაახლოებით 2-დან 7 წუთამდე ჭირდება ერთ ადამიანს, რომ მიიღოს ის კვალიფიციური მომსახურება, რაც მას ჭირდება. რომ არ შეცდეს კითხვის დასმის დროს და მიიღოს ზუსტად ის პასუხი, რაც მას აინტერესებს, ჩვენ სპეციალურად ადგილი გვაქვს გამოყოფილი ექსპერტთან შეხვედრის. ექსპერტი ჩამოდის, გადის კონსულტაციას ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი თანამშრომლებია, გადიან კონსულტაციას ჩვენს ექსპერტებთან და ზუსტად აწერინებენ იმ კითხვას, იმ შეკითხვას, რა პასუხის მიღება ჭირდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გქონდა პრობლემა ჩვენს მოქალაქეებთან, როდესაც მათ სულ სხვა რამე აინტერესებდათ, მაგრამ კითხვა ისე დაწერეს, რომ ექსპერტი სწორად მიხვდა, მაგრამ კითხვა იყო არასწორად ფორმულირებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, რომ მომსახურება იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი. გარდა ამისა, მე გეტყვით, რომ ეს ტარიფები არის დამტკიცებული მთავრობის დადგენილებით, ანუ ტარიფი ყველა ადამიანისთვის აბსოლუტურად და იგივეა. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი პარამეტრის განსაზღვრა, მაგალითად ცხიმიანობის და ასე შემდეგ რამ არის თუ არა ეს ცხოველური ცხიმია თუ ეს სცენარული ცხიმია და ასე 30 ლარიდან იწყება დაახლოებით და ნუ არის რა თქმა უნდა ისეთი ექსპერტიზები, რომელიც რამდენიმე 1000 ლარი არის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ აქ ის, რომ კვალიფიციური პასუხი და ის აპარატურა, რომელსაც ჩვენი ექსპერტები მუშაობენ, ეს ძალიან ძვირადღირებული აპარატურა არის, რომელიც რა თქმა უნდა მოითხოვს შესაბამის კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მუშაობას. ბიურო წელიწადში დაახლოებით 100.000 დასკვნას იძლევა და აქედან 67% ფიზიკურ პირებზე და იურიდიულ პირებზე მომდინარეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ 33%-ია მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთები. ძალიან დიდი არის რიცხვი და ეს აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ტარიფები ძალიან ხელმისაწვდომია. თქვენ ამბობთ, რომ სულ ხას უსვამთ აი ხარისხს, ხო? თანამშრომლების კვალიფიკაციაზე მინდა გკითხოთ და პრინციპში უნდა გააგრძელოთ ალბათ, რასაც ამბობდით, ხო? საიდან ბევრი თანამშრომელი გჭირდებათ, საიდან მათი კვალიფიკაცია, საიდან გაჩნდა? გეტყვით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პარტნიორობთ ამერიკის საელჩოსთან, მათ სპეციალური პროგრამა აქვთ, რომელიც სპეციალურად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთვის არის შექმნილი და ისინი დაახლოებით ყოველ წელიწად $1 მილიონ დებენ ჩვენთვის როგორც აპარატურის შეძენაში, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანაში და ბიუროს ექსპერტების გაყვანაში ქვეყნიდან და სხვადასხვა კურსების ჩატარებას. გარდა ამისა, ბიურო ძალიან დიდ თანხებს დებს იმაში, რომ ჩამოიყვანოს საერთაშორისო ექსპერტები, ჩვენი ექსპერტები გავაგზავნოთ სხვადასხვა ლაბორატორიებში და იქ გაიარონ გადამზადება. ჩვენ მაგალითად გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თურქეთის ექსპერტიზის ბიუროსთან და ამავდროულად გავაფორმეთ ჰოლანდიის სამეფოს ექსპერტიზის ბიუროსთან და მინდა ვთქვა, რომ ჰოლანდიის ექსპერტიზის ბიურო ეს არის მსოფლიოში პირველ ხუთეულში შემავალი სამსახური, რომელთან ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი და ჩვენი თანამშრომლები უკვე წელს დაიწყებენ გადამზადებას სწორედ აი ამ ლაბორატორიაში, სწორედ იმ მიმართულებებით, რომელიც ყველაზე კრიტიკულია ჩვენთვის. ანუ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენ თანამშრომლებთან. გარდა ამისა, ჩვენ ყველა თანამშრომლებს proficiency tests ვუტარებთ, ანუ ეს რას გულისხმობს იმას, რომ მათ არც კი იციან, ჩვენ ვაძლევთ მათ სხვადასხვა ნიმუშებს საექსპერტოდ. ჩვენ წინასწარ ვიცით, რა თქმა უნდა, რა პასუხი უნდა იყოს, მაგრამ ისინი 6 თვეში ერთხელ გადიან სწორედ ამ ტესტირებას და ვნახულობთ შედეგებს, რამდენად სწორად აკეთებენ ამას ყველაფერს და მინდა გითხრათ და ვიამაყო იმითი, რომ არც ერთი ტესტი ჯერჯერობით ჩავარდნილი არ არის ბიუროს თანამშრომლებს. ალბათონ დოდო, ჩვენ ვისაუბრეთ თქვენთან კვების პროდუქტებზე, ალკოჰოლი ან თუ ალკოჰოლოს სასმელებზე. ახლა მინდა გკითხოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის ნავთობპროდუქტები. ამ შემთხვევაში რამდენად ხშირია მომართვიანობა, ძირითადად ვინ მოგმართავთ ხოლმე?
ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ისეთივე კითხვები ისმის, როგორც სხვა შემთხვევაში, ანუ ხარისხის შესაბამის სტანდარტთან შესაბამისობა და ძალიან ხშირად მოგვმართავენ ჩვენ მოქალაქეები, ასევე მოგვმართავენ საგამოძიებო ორგანოები, ასევე სადაზღვევო კომპანიები და ფინანსთა სამინისტრო. აი მოქალაქეების წილი როგორია ამ შემთხვევაში? მოქალაქეების წილი და რა სიტყვენ? აი კონკრეტულად როგორია ფორმულირება მათი შეკითხვების? კონკრეტულად მათ აინტერესებთ, რომ მათი მანქანა დაზიანების მიზეზი იყო თუ არა უხარისხო საწვავი. ბატონ გიორგი, ისევ თქვენთან მექნება შეკითხვა, მინდა კონკრეტულად ვისაუბროთ, რა ექსპერტიზა ვერ ტარდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში და რა ტარდება ახლა? ძალიან კარგი შეკითხვა არის. მე მინდა გითხრათ, რომ რაც ტარდებოდა, იმაზეც ვერ ვიტყვით, რომ ისეთ დონეზე ტარდებოდა, რომ პასუხი 100%-იანი შეიძლება ყოფილიყო. ამის ყოველთვის ბრალეულობა არ მხოლოდ ის იყო, რომ შესაბამის ტრენინგები არ ქონათ გავლილი, შესაბამისი აპარატურა არ იყო, არამედ თვითონ ფუნქციონალურადაც ბიურო არ ამგონია, რომ სწორად ფუნქციონირებდა თავიდანვე. მაგრამ ის რეფორმა, რომელიც ბიუროში გატარდა, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ძალიან წარმატებულია. ჩვენ ყველა იმ აპარატურას ვფლობთ დღესდღეობით და ისეთი აპარატურას გვაქვს, რომელიც ძალიან ბევრი დასავლური ტიპის ლაბორატორიისთვის ფუფუნებაა. მაგალითად, ახლა ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ICP-MS-ი, ესეთი მასპექტრომეტრია, სპეციალური აპარატი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნაშიც კი გამოიყენება და ჩვენ ეს აპარატი ახლა სულ ხან შევიძინე და ახლა ამ წუთში მიმდინარეობს მისი ტრეინინგები და მისი ინსტალაცია. ამ აპარატის მაგალითად შესაძლებელია ჩვენ დავაინტერესოთ ჩვენი მეღვინეები და შეგვიძლია თქვათ, რომ კინძმარაული ზონიდან მოყვანილი ყურძენი მართლა კინძმარაული არის თუ არა, სწორედ ამის ზონირების დადგენაც კი შეგვიძლია. შეგვიძლია დავადგინოთ ამავდროულად ისეთი წარმომავლობა, როგორც არის მაგალითად ბორჯომი. ეს არის კონკრეტული ზონები, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, იმ მინეროლოგია, რომელიც იქ არსებობს, ის არის უნიკალური და სხვაგან არ არსებობს. და ანუ ბორჯომის ჩამოისხა თუ ვიღაცამ ჩამოასხა თბილისში და ბორჯომი და არ ქვა ამის გარჩევა შეიძლება. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ხვანჭკარაში ჩამოსხმული ღვინო ნამდვილად ხვანჭკარის ზონაში არის თუ არა მოყვანილი, ესეც შეიძლება ამით იყოს დადგენილი. დღესდღეობით 30 მაისიდან ახალი ტარიფები შედის ძალაში. აქამდე თუ დაახლოებით 350 სახეობის ექსპერტიზას ვატარებდი, დღესდღეობით 450 საოცრით უკვე. და გარდა ამისა, მინდა ისიც უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ არის სტანდარტული მომსახურება და თქვათ სხვა სახის ექსპერტიზას ჩვენ ვერ ჩავატარებთ. ეს არის ის სახეობები, რომელიც სტანდარტულია ბიუროსთვის, მაგრამ ჩვენ უამრავ სხვა სახის ექსპერტიზებს ვატარებთ. იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ეს ახალი აპარატურა, რომელიც ჩვენ გვაქვს შეძენილი, უფრო მეტის საშუალებას იძლევა. ჩვენ დაახლოებით ყოველწლიურად ანალიტიკას ვაკეთებთ იმისი, რა ექსპერტიზები ინიშნება და გარკვეულ პროცენტურობას როგორც კი ასდება, ამაზე უკვე ვახდენთ რეაგირებას და ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები. მე მიჭირავ ძალიან ფურცელი ხელში, სადაც ბევრი ასე ვთქვათ ექსპერტიზის სახეობაა ჩამოთვლილი, მაგრამ ერთს მინდა შევეხო, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ჩვენ საზოგადოებაში, ეს არის სამშენებლო ექსპერტიზა. ხო, ეს თქვენ კომპეტენციაში შემოდის, თქვენი ბიუროს კომპეტენციაში უკვე. რა ეტაპზე ერთვება ბიურო სამშენებლო ექსპერტიზაზე? ეს არის მასალების ექსპერტიზა თუ ეს არის უკვე აშენებული შენობების ექსპერტიზა? ეს მოიცავს ორივე კომპონენტს, არ არის არც ერთი გამიჯნული ერთმანეთისგან. ჩვენ ვაკეთებთ როგორც აშენებული კორპუსების ექსპერტიზას, ვნახულობთ შეესაბამება თუ არა კონკრეტულ პროექტს და პროექტის მიხედვით არის თუ არა აშენებული. გამოყენებული მასალები რამდენად ხარისხიანია, თუნდაც ბეტონის მარკიანობა, რომელიც ჩასხმული არის, შეესაბამება თუ არა იმ მარკას, რომელიც იყო გათვალისწინებული პროექტით და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ფირმები მოგვმართავენ და ისინი თავს იზღვევენ უკვე. შეუძლებელია ხომ ახლა ბეტონი, რომელიც სამშენებლო მოედანზე მოდის, მაშინვე გაარკვიო ვარგისი არის თუ არა არის. ამისათვის ჩვენი ექსპერტები ადგილზე მიდიან სპეციალური ტექნიკით, რომელთაც პირველად დასკვნას ადგილზევე იძლევიან და აძლევენ თქვათ იმის რეკომენდაციას, რომ შესაძლებელია ამ მშენებლურ მიზნებს გამოყენებული იყოს ეს ბეტონი. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ იქიდან სპეციალურ ნიმუშებსაც ვიღებთ, მოგვაქვს ის და ჩვეულებრივ მერე ლაბორატორიულ რეჟიმში ხდება ამ ბეტონის კუბიკების გამოცდა. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც ეს ლაბორატორია ამუშავდა, შეკვეთები ძალიან იმატა და არა იმიტომ, რომ უხარისხოა გამოყენებული სამშენებლო მასალები, არამედ იმიტომ, რომ ყველას უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის რა საქმიანობას ეწევა, რა ამშენებლობასაც აწარმოებს, თვითონ დაიზღვიონ თავი. ქალბატონ დოდოს მინდა ვკითხო ნარკოლოგიური ექსპერტიზაზე, აი ამ ნარკოლოგიური ექსპერტიზა მარტო თქვენთან არ ტარდება, ხო? სხვაგანაც ტარდება, მაგრამ აი თქვენს ორგანიზაციაში რა უპირატესობებია ასეთ?
ჩვენ სამსახურში გვაქვს ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ბაზა, რომელიც არის თავსებადი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიურ ბაზასთან და ის ყოველდღიურად განახლებადია. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ხდება ამ ნარკოლოგიური ბაზის განახლება. აქაც მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, ადამიანი მოდის და მას ზუსტად 2 წამში შეუძლია ელექტრონულად ამობეჭდილი ნარკოლოგიური ცნობა წაიღოს. ასევე ჩვენს ნარკოლოგიურ სამმართველოში ტარდება ნარკოლოგიური ტესტების საშუალებით ნარკოტიკული ნივთიერებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოკვლევა. ასევე ტარდება ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენაც. ჩვენ სამმართველოში ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით ხდება ინტოქსიმეტრის საშუალებით გამოკვლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყოველგვარ ცდომილებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი რაოდენობრივი ანალიზი ამონასუნთ ქაერში და ის ზუსტად იდენტური არის იმ მომენტში სისხლში არსებული ალკოჰოლური ნივთიერების შემცველობის. გასაგებია, ჩვენი საუბარი უახლოვდება დასასრულს და ხო გარკვეულწილად შევაჯამოთ ეს საუბარი და ასევე თუ არის რაიმე სიახლეები კიდევ დაგეგმილი. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მთლიანად დაამთავრა უკვე მზადება 17.25-ის აღებისათვის. ყველა პროცედურული თუ პოლიტიკის სახელმძღვანელო შექმნილია უკვე. ჩვენი ხამწუთში იმპლემენტაციის ეტაპზე ვართ და წლის ბოლოდან უკვე მიმართავთ სპეციალურ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს იმისათვის, რომ ეს ISO სტანდარტი მოვიპოვოთ. რაც ნიშნავს, რომ ეს უკვე საბოლოო წერტილია მთელი რეფორმის. ISO სტანდარტის ფლობა ნიშნავს, რომ ექსპერტიზის ბიურო მთლიანად გამართული იქნება ყველა მიმართულებით და საქართველოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აღებული დასკვნა სოფლიოს ნებისმიერ წერტილს შეგიძლიათ მიიტანოთ და ის როგორც მტკიცებულება გამოიყენოთ. აი ნდობაზე მინდა სანამ დავასრულებთ საუბარს კიდევ ვკითხოთ, ხო? ჩვენ ვახსენეთ გაკვრით საუბრის დასაწყისში და თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ თავის დროზე არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა საერთოდ ეს ორგანიზაცია, ხო? აი რას აკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებამდე უფრო მეტად მიიტანოთ ეს ნდობის საკითხი? მომართვიანება ყოველდღიურად იზრდება, ყოველ წელიწადს კიდევ უფრო მეტი ადამიანები მოდიან და გვიკვეთავენ ექსპერტიზებს. მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენს ფარგლებსაც, საზღვრებსაც გავსვით უკვე და პირველად საქართველოს ისტორიაში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ისტორიაში სასომხეთიდან ყავს ჩვენ შემკვეთები, რომლებიც გვიკვეთავენ ექსპერტიზებს, მაგალითად, მაშინ ოქროს შემცველობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ნივთიერებებში აინტერესებთ, აქვს აზრი თუ არა იმ ადგილას, მაგალითად, ოქროს მომპოვებული ქარხნის გაკეთებას თუ არა. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დაგვიკავშირდნენ ჩვენი დაინტერესდნენ ჩვენი სამშენებლო ლაბორატორიით სასომხეთიდან და მათ უკვე სურვილი აქვთ, რომ გააფორმონ ჩვენთან ხელშეკრულება და ყველა ის მასალები, რაც იქ იქნება გამოყენებული საქართველოში ჩამოიტანონ, აიღონ შესაბამისობის სერტიფიკატი და შემდეგ წაიღონ და გამოიყენონ სამშენებლოდ სომხეთის რესპუბლიკაში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ბიურო იმითია უნიკალური, რომ ყველა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და შეკვეთა გააკეთოს ნებისმიერი სახის ექსპერტიზაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ანუ ყველა კარები ღია ამათვის და ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ მომხმარებელზე. ჩვენ სერვისის მიწოდებელი ორგანიზაცია ვართ და მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს სერვისს. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც დახვდა, თლათ არ შეიძლება ითქვას, რომ ცუდი იყო, იმიტომ რომ ექსპერტიზის ბიუროს სახელი საკმაოდ ისეთი ჟღერდა ყოველთვის საზოგადოებაში და ყველა ადამიანი და თვით სასამართლოც ყველაზე მეტად ჩვენს ორგანიზაციას ენდობა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ყველაზე მეტად კვალიფიციური და ყველაზე უკეთ აღჭურვილი ორგანიზაციაა, სადაც 100%-იანი პასუხის მიღება არის შესაძლებელი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ორივეს. მე მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ გიორგი ხიზანიშვილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი და დოდო ჩორგოლაშვილი, ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და გისურვოთ წარმატებები. ჩვენი მომდევნო თემაც ექსპერტიზას მოითხოვს, ოღონდ დროში დაშორება ხშირად საუკუნეებს ითვლის, ფიზიკური ანთროპოლოგია, როგორ გავიგოთ, როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენგან ასეულობით წლის წინ ცხოვრობდნენ. მარტივი მაგალითი ჩვენ უკვე ვიცნობ თემურლენგის სახეს, ამისთვის საჭირო იყო მეცნიერებს თემურის მხოლოდ თავის ქალა ჰქონოდათ, მეცნიერთათვის დროში დაშორება დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. თუ თავის ქალის ფრაგმენტები შემორჩენილი, ასე დრო შესაძლებელია 1000 წლეულებსაც გადავწყვეტ. გიორგი კეპულაძის რეპორტაჟი ნახეთ. აი ეს არის უკვე ეს არის. ზეზვას და მზიას შვილის თავის ქალის რეკონსტრუქცია National Geographic-ის ყდაზე შემთხვევით არ მოხვედრილა. ის ერთ-ერთია დმანიში აღმოჩენილი პირველი ევროპელებიდან. Homo erectus-ის ყველაზე ძველი კვალი ევრაზიის ტერიტორიაზე სწორედ საქართველოშია ნაპოვნი. ჩონჩხების აღმოჩენისა და მეცნიერულად მათი ასაკის დადასტურების შემდეგ დავით ლოსქიფანიძემ რეკონსტრუქციაზე დაიწყო ზრუნვა. ზეზვას და მზიას რეალური სახის აღდგენისთვის შეარჩიეს
ფრანგი ანთროპოლოგი და მხატვარი ელისაბედ დეინესი. სწორედ ამ მეცნიერს ეკუთვნის ქართველი ჰომინიდების ყველაზე ცნობილი რეკონსტრუქცია. ეს არის აუცილებელი პირობა ნებისმიერი აღმოჩენის, რომ ის იყოს სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ, ასე ვთქვათ, მის პოპულარიზაციას, წარდგენას და ასე შემდეგ. ელისაბედ დეინესი იმ წუთშივე დაინტერესდა და მან შექმნა სწორედ ზეზუადამზეას ეს პირველი მოდელი, რომელიც მერე მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. დეინესმა აღადგინა ზეზუას და მზიას შვილის თავის ქალაც. ნაპოვნი ძვლებიდან ასევე შესაძლებელი გახდა თინეიჯერი ჰომინიდის მთელი სხეულის რეკონსტრუქცია. ეს კიდმანიში ნაპოვნი კიდევ ერთი ჰომო ერექტუსია. მოხუცის აღდგენილი სახე დღეს ტელეეთერში პირველად მოხვდა. სულ რამდენიმე დღეა მივიღე, არის ესეთი ტყუპები არიან, ჰოლანდიელი ტყუპები, კენის კენისი, რომლებიც ასევე რეკონსტრუქციებს ახდენენ და მათ ისინი აკეთებენ მოდელს ერთ-ერთი აღმოჩენისას მანისელი მოხუცი დმანისელის, რომელსაც არც ერთი კბილი არ ჰქონდა. ფიზიკური ანთროპოლოგიის გამოყენება მუზეუმების მესვეურებს ხშირად უწევთ. სპეციალისტების მეშვეობით ხდება თავის ქალიდან სახის, ზოგჯერ კი სხეულის მთლიანი რეკონსტრუქცია. ამ მხრივ გამორჩეულია უძველესი ადამიანების აღდგენილი ნიმუშები, რომლებმაც მსოფლიოს ბევრი გამოფენა მოიარა. მათ შორისაა საქართველოში აღმოჩენილი ჰომინიდებიც. ეს არის ვიზუალიზაცია მეცნიერების, ეს არის მნიშვნელოვანი ალბათ სამუზეუმო სფეროსთვის, რომ ადამიანებმა ნახონ მართლა როგორი შეიძლება ყოფილიყო წინაპარი, მაგრამ ამასთან ერთად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მძიმე შრომა. თავის ქალიდან ადამიანის სახის აღდგენას შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. არსებობს ორი მეთოდი: კომპიუტერული და მექანიკური, ანუ რეკონსტრუქცია საძერწის საშუალებების გამოყენებით. შესაძლოა სპეციალისტმა ორივე მეთოდი გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ძვლები გარკვეულ ინფორმაციას ატარებენ რბილი ქსოვილების შესახებ, ანუ იმდენად მჭიდრო კავშირშია რბილი ქსოვილები ძვლოვან სტრუქტურასთან, რომ ისინი გარკვეულად მას რელიეფსაც იმეორებენ. ამიტომ შესაძლებელია დაუშვათ იგივე ძვლოვანი წანაზარდების მიხედვით, იგივე სხვადასხვა ზომების პარამეტრების მიხედვით, შესაძლებელია მიახლოვებული სტრუქტურის აგება, ანუ ეგრეთ წოდებული კარკასის აგება, მაგრამ შემდგომში უკვე საჭირო ხდება მისი დაუშვათ იგივე მაკიაჟის გაკეთება, იგივე ნაოჭების დამატება, იგივე თმის დამატება. აქედან გამომდინარე ეს ძალიან სუბიექტურია. 100%-იანი სიზუსტით ადამიანის რეალური სახის აღდგენა ვერ ხერხდება. რეკონსტრუქციისას ხშირად ანთროპოლოგი და მხატვარი საკუთარ ფანტაზიას ეყრდნობიან. შედეგიც შესაბამისია. სპეციალისტთა შეფასებით სიზუსტე დაახლოებით 70%-ია. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი და იგივე თავის ქალა რამდენიმე ანთროპოლოგმა სხვადასხვა სახით აღადგინა. მსგავსი შედეგი მიიღეს სპეციალისტებმა ეგვიპტელი ფარაონის ტუტანჰამონის სახის რეკონსტრუქციის დროს. სხვადასხვა ავტორს სხვადასხვანაირი ეგვიპტელი მონარქი გამოუვიდა. რამდენჯერმე იყო მცდელობა ტუტანჰამონის თავის ქალას აღდგენისა, თუმცა ამ შემთხვევაში სხვადასხვა სპეციალისტი მონაწილეობდა მის აღდგენაში და საკმაოდ განსხვავებული შესახედაობის სახეები მიიღეს, ასე ვთქვათ. დღემდე აღდგენილია ეგვიპტეში აღმოჩენილი მუმიების დიდი ნაწილი, ასევე სხვადასხვა მონარქების სახეები. მათ შორის ყველაზე ცნობილია თემურ ლენგის რეკონსტრუქცია. 1941 წლის 21 ივნის საბჭოთა არქეოლოგების ჯგუფმა სამარყანდში, თემურის მიერ შექმნილი სახელმწიფოს დედაქალაქში ყველა დროის ერთ-ერთი სასტიკი დამპყრობლის, მისი შვილისა და შვილიშვილის ნეშტი აღმოაჩინეს. სტალინის გადაწყვეტილებით ცნობილ რუს არქეოლოგსა და ანთროპოლოგს მიხეილ გერასიმოვს თემურიდების სახის აღდგენა დაევალა. მისი ქალიშვილი მარგარიტა გერასიმოვა დეტალურად იხსენებს თუ როგორ მუშაობდა აკადემიკოსი თემურ ლენგის სახის რეკონსტრუქციაზე. თავის ქალაზე პირველ რიგში დაიდო კუნთოვანი ქსოვილი. ჯერ აღადგინა საღეჭი კუნთები, შეიქმნა სახისოვალი. შემდეგ გაკეთდა სახის სხვა დეტალები. თვალის ფოსო, ცხვირი, ტუჩები. ჯერ სახის ერთი ნახევარი იქმნება, შემდეგ მეორე. რამდენიმე თვიანი შრომის შემდეგ საზოგადოებამ მრისხანე დამპყრობლის რეალური სახე იხილა. აკადემიკოსმა გერასიმოვმა თემურ ლენგის და სხვა თემურიდების რეკონსტრუქცია შეძლო. აკადემიკოს გერასიმოვს საკუთარი მეთოდიკა და მუშაობის სტილი ჰქონდა, ისევე როგორც სხვა ანთროპოლოგები ის ძალიან კარგად ფლობდა ადამიანის ანატომიას და მნიშვნელოვან ცდებს ძირითადად გვამებზე ატარებდა. გერასიმოვის რამდენიმე მეთოდი თანამედროვე ფიზიკურ ანთროპოლოგიაშიც გამოიყენება.
ახლა კი მოგიყვებით პრობლემაზე, რომლის შესახებ არანაირი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ამიტომ მხოლოდ ექიმების დაკვირვება შეგვიძლია დავეყრდნოთ, რომ თრომბოფილია ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს არის სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, რომელიც შრომის უნარიანობის დაკარგვას ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილსაც იწვევს. არსებობს ადამიანთა კატეგორიები, რომლებიც უფრო მეტად დგანან თრომბოზის განვითარების რისკის ქვეშ. სპეციალისტებს ჩვენი ჟურნალისტი მარია მოშხნელი შეხვდა. დიაბეტი, სიმსივნე, ინსულტი, სეფსისი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ დაავადებების, რომელიც ადამიანში თრომბოფილიურ მდგომარეობას იწვევს. რა არის თრომბოფილია? ამ საკითხზე მუშაობა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1964 წლამდე თრომბოფილია როგორც ტერმინი სამედიცინო ლიტერატურაში საერთოდ არ არსებობდა. თრომბოფილიური მდგომარეობა ეს არის ჰეტეროგენულ, ანუ განსხვავებულ დაავადებათა და სინდრომთა ჯგუფი, რომლისთვისაც დამახასიათებელი არის სისხლის შედედების მიდრეკილება და აქედან გამომდინარე თრომბოემბოლიური გართულებები. ეს არის ფეხის შესიება, სიმძიმის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა, ზოგჯერ მკვეთრი ციანოზი, სილურჯე, კიდურში ფუნქციის ზოგჯერ კიდურის ფუნქციის მოსვლა, ზოგჯერ გაცივებაც და ძალიან მძიმე შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს ეგრეთ წოდებულ ცისფერფლეგმაზიაში, ეს არის ვენური განგრენაც. თრომბოფილიური პათოლოგიები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: შეძენილი და თანდაყოლილი. ორივე მათგანს კიდევ აქვს ქვეჯგუფები, მაგრამ პათოლოგიების საერთო თვისება იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის შემადგენლობაში ამ დროს შემდედებელი ფაქტორები იმატებს, ხოლო ანტიშემდედებელი იკლებს. განსხვავება კი პათოლოგიების გამომწვევ მიზეზებში მდგომარეობს. აღმოჩნდა, რომ თვითონ სიმსივნურ უჯრედებს აქვთ უნარი გამოიმუშაონ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ არააქტიური შემადედებელი სისტემის პროტეინების გააქტიურებას, განსაკუთრებით ეს მე-5 ფაქტორებს ეხება, ის კოფაქტორები გადადიან აქტიურ ფაზაში, იწვევენ თრომბოციტების აგრეგაციას, იწვევენ ენდოთელიუმის, ანუ სიძახში, სადაც სისხლი გადის, იმ ენდოთელიუმი ასე ქვია მას, იმ ენდოთელიუმის დაზიანებას და მისი რეზისტენტობის და თრომბორეზისტენტობის დაქვეითებას. უმრავლეს შემთხვევაში თრომბოზი ვითარდება ქირურგიული ჩარევის შედეგად, ეს არის განსაკუთრებით ტრaumatologიაში, ონკოლოგიაში. საკმაოდ ხშირად ხდება მძიმე კატეგორიის პაციენტებში, როგორც არის სეფსისი. ხდება ინსულტების დროს, თრომბოზების განვითარება, ხდება დიდი მოცულობის გინეკოლოგიური ოპერაციების დროს, დიდი მოცულობის ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. თრომბოფილიური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები უკვე შესწავლილია, ასევე ისიც თუ რა კავშირი აქვს ორსულობას, მკვდრადშობადობასა და თვითნებურ აბორტს ამ დაავადებასთან. როდესაც ქალს ჰქონდა დაუშვათ 11, 15 მორეციდივე აბორტები, მკვდრადშობადობები, მიზეზი ვერ იქნა დადგენილი, ყოველთვის არ გამოვიდა ვირუსი და სხვადასხვა ისეთი ასე ვთქვათ უბრალო მიზეზები და გამოვიდა რომ ასეთ ადამიანებს ჰქონდათ ასეთ ორსულებს, ჰქონდათ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. იწვევენ თრომბოციტების აგრეგაციის გაძლიერებას, იწვევენ ქსოვილოვანი თრომბოპლასტინის უფრო დიდი რაოდენობით წარმოქმნას და თრომბორეზისტენტობის დადგმას. არსებობს თრომბოფილიური გართულების მკურნალობის ორი მეთოდი: თერაპიული და ქირურგიული. პაციენტს ამ დროს რამდენიმე ექიმის დახმარება ერთდროულად სჭირდება. ლეტალური გამოსავალი ძალიან ხშირად ახასიათებს ამ გართულებას, იმიტომ რომ თრომბოზი შეიძლება ძალიან ხშირად თრომბოემბოლიურ გართულებაში გადავიდეს, მაგრამ ინვალიდიზაცია კი ძალიან ხშირია. ამიტომ თუ კი კომპლექსური მიდგომა იქნება ექიმებისა ამ მდგომარეობის აღმოსაფხრელად, ეს უკვე სიცოცხლის გადარჩენისათვის, თითეული ავადმყოფის სიცოცხლის გადარჩენისათვის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. განსაკუთრებით საყურადღებოა ეგრეთ წოდებული პროქსიმალური მაღალი თრომბოზები, რომელიც მოიცავს ბარძაყ თეძოს სეგმენტს და ამ შემთხვევაში თუ არის შესაძლებლობა იმისა, რომ ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით ბარძაყის სეგმენტში ოპერაცია უნდა ჩატარდეს და ეს თრომბი მოცილებული უნდა იქნეს ამ აუზ ქვემოღრუბენის ამ სისტემას და თუ ეს თრომბი, ეს მოტივტივე თრომბი მაგას მოფლოტირე თრომბს უძახიან, მოდის ქვედა სეგმენტიდან ის ვენა უნდა
დავით იშოს ამ სისხლის მიმოქცევიდან. მაგრამ არის, როდესაც ჩვენ ქირურგიულ ჩარევას ვერ ვაწარმოებთ, როდესაც არის მაღალი თრომბოზები, ან ეს თრომბი უკვე გადადის ქრომოგრულ ვენაში, ამ შემთხვევაში კონკრეტული ჩვენებით, ძალიან შემოსაზღვრული ჩვენებით ხდება ეგრეთ წოდებული კავოფილტრის იმპლანტაცია, ეგრეთ წოდებული კოლგის ჩაყენება ქრომოგრულ ვენაში, რათა პაციენტი დაცული იქნეს ამ ფუტის არტერიის თრომბოემბოლიისაგან. შეძენილი თრომბოფილია შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. თანდაყოლილი თრომბოფილია კი თავს უფრო მეტად ადრეულ ასაკში იჩენს, რადგან ასეთ დროს ადამიანის გენეტიკაში უკვე არსებობს თრომბოზისადმი წინასწარი განწყობა. ექიმი იწყებს აქვე ვახსენებ, რომ იწყებს გამოკვლევას და შეძენილი თრომბოფილიები ასე თუ ისე პაციენტისთვის გამოირიცხა. ანუ მას არა აქვს არც შეძენილი დეფიციტი ანტითრომის ამისა, არა აქვს ერითროციტების ნორმალური მდგომარეობა, აქვს თრომბოციტების ნორმალური მდგომარეობა, არა აქვს სხვა მეტაბოლური დარღვევები და ამ შემთხვევაში უნდა იფიქროს, ხომ არ არის მემკვიდრულ თრომბოფილიასთან საქმე. ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად იხვეწება თრომბოფილიური მდგომარეობის დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდებიც. დღეს საქართველოში უკვე შესაძლებელია დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს მინდრეკილება თრომბოზის განვითარებისადმი. დადგენილია ის სამი უხშირესი მუტაცია, რომელიც ყველაზე მეტად განაპირობებს მემკვიდრული თრომბოფილიის განვითარებას. ეს არის პროთრომბინის გენში არსებული მუტაცია, ეს არის შედედების მეხუთე ფაქტორში არსებული მუტაცია, ეს ცნობილია როგორც ლეიდენის მუტაცია და ასევე ჰიპერჰომოცისტეინემია, რაც განპირობებულია მეთილენ ტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას გენის მუტაციით. ეს სამი ფაქტორი, ამ სამი ფაქტორის კვლევა ხდება სწორედ მოლეკულურ გენეტიკური კვლევის მეთოდებით. გენეტიკური პათოლოგიების დიაგნოსტიკა სწორედ ამ ლაბორატორიაში ხდება. შემოსული ვენური სისხლის ნიმუში პირველ ეტაპზე აი ამ აპარატში ვორტექსში თავსდება იმისთვის, რომ შეინჯღრეს. შემდეგ ნიმუში დამუშავების მრავალჯერად ეტაპს გადის და დნმ გამოიყოფა, რომელსაც აი ასეთი სახე აქვს. ათავსებენ მას თერმოსტატში სპეციალურ ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ დნმ-მა ისევ უნდა გაიაროს დამუშავების კიდევ მრავალჯერადი ეტაპი და საბოლოოდ ნიმუში უკვე თავსდება ამ მოწყობილობაში, რომელსაც რიდერი ჰქვია. რიდერი უზრუნველყოფს ნიმუშიდან ციფრული მონაცემის მიღებას. ციფრული მონაცემი ექსპერტს დასკვნის დადებაში ეხმარება. თუ პაციენტს თრომბოფილიისადმი გენეტიკური წინასწარი განწყობა აღმოაჩნდა, თრომბოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად ექიმთან ხშირი კონსულტაციაა საჭირო. რაც შეეხება თავად კვლევას, ის სასურველია ჩაიტაროს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც რისკის ჯგუფში შედის. პაციენტები, ვისაც 50 წლამდე განუვითარდათ თრომბოზი, ან მეორედ მოხდა ესეთი შემთხვევა, ან განუვითარდათ თრომბოზი და ამავდროულად აქვთ ოჯახური ანამნეზი, ანუ ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა ასევე ესეთი შემთხვევა, ან ორსულობის პერიოდში განვითარდათ, რომ ყველა ამ პაციენტს ესაჭიროება ეს გენეტიკური კვლევა. ლაბორატორიაში პრეპარატ ვარფარინის დოზირებაზეც ატარებენ კვლევას. ვარფარინი თრომბოზის მკურნალობის პროცესში ყველაზე ხშირად გამოიყენება. შესაბამისად, პაციენტისთვის მედიკამენტის ინდივიდუალური დოზის ზუსტად განსაზღვრა ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. მიღებული შედეგები თუ რა გენოტიპი აქვს პაციენტს, უკვე შეგვაქვს ისეთ გამოთვლით ფორმულაში და აი ამ მონაცემების შეტანით ხდება მერე უკვე გამოთვლა საწყისი დოზისა თუ რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა ეს პრეპარატი. სისხლის საერთო ანალიზში თრომბოციტების დიდი რაოდენობით აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ჰემატოლოგთან, რადგან ასეთ დროსაც თრომბოზის განვითარების დიდი რისკი არსებობს. სპეციალისტები ჯანსაღი საკვების მიღებას გვირჩევენ. ქალბატონებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არც ორალური კონტრაცეპტივების მიღებაა. განსაკუთრებული ყურადღება პრევენციას კი იმ ადამიანებმა უნდა დაუთმონ, რომლების ოჯახის წევრებსაც თრომბოზის დაავადებების შემთხვევები ჰქონდათ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ვახუშტი სანაიას რეპორტაჟი ეთერშია ყოველ შაბათს საღამოს 9 საათზე. დროებით.